2024 წლის მაისში Google-მა მილიონობით ადამიანს, რომლებიც სამზარეულოს რჩევებს ეძებდნენ, ურჩია, რომ არატოქსიკური წებო დაემატებინათ პიცის соуსში. ეს არც მემი იყო და არც სატირა. რეალური ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული პასუხი, რომელიც აბსოლუტურ ფაქტად იყო წარმოდგენილი. ეს შეიძლება სახალისო ხარვეზად მოგეჩვენოთ. ასე არ არის. ეს უფრო უარესია. ეს არის მკვდარი ინტერნეტის ფატალური სიმპტომი. ამჟამად ვებ ტრაფიკის თითქმის 50% ბოტებია. Google ჩუმად გადაიქცა საძიებო სისტემიდან დახურულ ეკოპალატად, სადაც ხელოვნური ინტელექტი ხელოვნურ ინტელექტს სწავლობს. ინტერნეტი, რომელზეც გაიზარდე, აღარ არსებობს. შენ აღარ ხარ მომხმარებელი, შენ ხარ სასწავლო მონაცემები. ამიტომ უნდა შეწყვიტო Google-ის გამოყენება ახლავე. პიცის შეკითხვა უდანაშაულოდ დაიწყო. რატომ მიცურავს ყველი პიციდან? და ინტერნეტს დიდხანს არ დასჭიროებია, რომ წყარო ეპოვა. ეს ამოღებული იყო 11 წლის წინანდელი Reddit-ის ტროლის პოსტიდან, რომელიც როგორღაც Google-ის მეტრიკების სათავეში აღმოჩნდა. და ამის შემდეგ კი მსგავსი შემთხვევები ერთი მეორის მიყოლებით გამოჩნდა. დიდხანს არ დასჭიროებია ხალხს, რომ საძიებო ექსპერიმენტები დაეწყოთ და ენახათ, კიდევ რა შეცდომები არსებობდა. ერთ-ერთმა კი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უფრო დიდი რისკი შექმნა. ვიღაცამ Google-ში ჩაწერა: რამდენი ქვა უნდა შევჭამო? და მიიღო პასუხი, სადაც ეწერა, რომ ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის გეოლოგები გვირჩევენ დღეში მინიმუმ ერთი პატარა ქვა შევჭამოთ. მას მოჰყავდა გეოლოგი, სახელად დოქტორი ჯოზეფ ჯეფ გრენჯერი, რომელმაც აღწერა, როგორ უნდა ჩართოთ კენჭები ყოველდღიურ რაციონში. ამ ინფორმაციის წყარო იყო 2021 წლის სტატია სატირული ვებგვერდიდან The Onion. აშკარა იყო, რომ Google-ის ალგორითმი საერთოდ არ იყო წესრიგში. ერთი მხრივ ეს არ არის Google-ის საძიებო შედეგები. ისინი ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ უნდა მოძებნო. ისინი დამალულია შედეგების შეჯამების ქვემების ქვემოთ, რომელსაც Google-ის ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი ყველაზე შესაბამის პასუხებად მიიჩნევს. მხოლოდ ერთი პრობლემაა. ისინი ხშირად საერთოდ არ არის შესაბამისი. ეს ორი ყველაზე უცნაური შედეგია, მაგრამ მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ ალგორითმმა ინტერნეტის უცნაური კუთხეებიდან ამოიღო კიდევ უფრო უცნაური პასუხები. ამან ბევრი ადამიანი მიიყვანა იმ აზრამდე, რომ Google-ის გამოყენება ბევრად უფრო რთული გახდა. რადგან ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ არ ცდება, ის ჰალუცინაციებს განიცდის. მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტი 2020-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა, კომპანიები აჩქარდნენ ავტომატიზაციისკენ და ეს გადაწყვეტილება უკვე შედეგით დასრულდა. 2024 წლის ანგარიშის მიხედვით ინტერნეტში ტრაფიკის 50%-ზე მეტი ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზირებული ბოტების მიერ იქნება, იკრიფება და კონტენტთან მასშტაბურად ურთიერთობს. ეს ნიშნავს, რომ ინტერნეტში ყოველი ნამდვილი ადამიანისთვის, მაგალითად თქვენთვის, არსებობს მანქანა, რომელიც ზუსტად იმავეს ხედავს. არა იმისთვის, რომ გაიგოს, არამედ იმისთვის, რომ მისით манипуლირება შეძლოს. ეს პარადოქსს ქმნის. ესეთი პლატფორმები, როგორიცაა Google, შექმნილია იმისთვის, რომ ინტერნეტში არსებული კონტენტი გაფილტროს და სასარგებლო საძიებო შედეგებად გარდაქმნას. მაგრამ ეხლა ეს კონტენტი ძლიერად იქნება ბოტების მიერ. შემდეგ ისევ ბოტები აანალიზებენ და ბოლოს გაფილტრული სახით ადამიანებამდე მიდის. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ეს შემთხვევითობა არ არის. Google-მა ეს ყველაფერი 2024 წლის მარტში დაიწყო და არავის შეუმჩნევია. როგორც ყველა მსხვილი ტექნოლოგიური ვებგვერდი, Google-იც პერიოდულად ანახლებს თავის პროგრამულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას, რათა მომხმარებლის გამოცდილება გააუმჯობესოს. მაგრამ არავინ იყო მზად იმისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა 2024 წლის მარტის განახლება. Google უკეთეს გამოცდილებას უპირდებოდა მომხმარებლებს, ისეთ გამოცდილებას, რომელიც დაბალი ხაბალი ხარისხის კონტენტს ნაკლებად პრიორიტეტულს გახდიდა და იმას, რომ სასურველი ინფორმაციის პოვნა უფრო მარტივი იქნებოდა. პრიორიტეტული საკითხები, რომლებზეც ალგორითმის ცვლილება უნდა ყოფილიყო მიმართული, იყო ვადაგასული დომენები, მასობრიოდ გენერირებული გვერდები და მესამე მხარის საიტები, რომლებიც უბრალოდ სხვა ვებგვერდების საძიაძიებო შედეგებში ასაწევად იყო შექმნილი. ეს იყო ტაქტიკები, რომელსაც სპამერები წლების განმავლობაში იყენებდნენ Google-ის манипуლირებისთვის. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავდა ინტერნეტის გაწმენდას, რომელიც უკვე ალგორითმის გარშემო იყო აგებული. ყველაფერი გეგმას არ გაჰყოლია. ერთი ღამით, ტაქტიკები, რომელსაც საიტები საკუთარი თავის პოპულარიზაციისთვის იყენებდნენ, უსარგებლოზე უარესი გახდა. ისინი აქტიურად საზიანო აღმოჩნდა. წლების განმავლობაში მოპოვებული მაღალი რეიტინგები წამებში დაიკარგა და საიტებს თავიდან დატრება მოუწიათ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი იყენებდა მეთოდებს, რომელსაც Google ეხლა პრიორიტეტს აღარ ანიჭებდა, სხვაები ამბობდნენ, რომ მათი ორგანული თვითპრომოცია უსამართლოდ აღიქმებოდა როგორც სპამი. ზოგადად შედეგი დამანგრეველი იყო. დამოუკიდებელი ნიშური საიტების კვლევებმა აჩვენა, რომ მათგან 80%-ზე მეტმა დაკარგა ტრაფიკი 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის აგვისტომდე. ეს განსაკუთრებით მძიმედ შეეხო ადამიანების მიერ შემოწმებულ მიმოხილვების საიტებს, როგორიცაა HouseFresh, რომელმაც განაცხადა, რომ Google-დან თავისი ტრაფიკის 81% დაკარგა. ბევრი პატარა საიტისთვის ეს ციფრული ეკვივალენტი იყო, რაც Walmart-ის ქალაქში შემოსლა და ვლადა ადგილობრივი ტექნიკის მაღაზიის ფასადის წინ უზარმაზარი ბილბორდის დადგმა. საწყისი მაღაზია ისევ იქაა, მაგრამ მას აღარავინ იპოვის. მაგრამ ეს ნაბიჯი არც იმას მიაღწია, რასაც Google ცდილობდა. ადამიანები სწრაფად ფიქრობენ, მაგრამ კომპიუტერები კიდევ უფრო სწრაფად. იმ დროისთვის, როცა განახლება ამოქმედდა, წამყვანი მარკეტინგული კომპანიები უკვე გადაერთნენ იმაზე, რასაც პარაზიტულ SEO-ს უწოდებენ. Google-ის განახლების შედეგად ნახვები დაკარგული საიტების უმეტესობა პატარა დამოუკიდებელი საიტები იყო, რომლებმაც წლების განმავლობაში საკუთარი დომენის სიძლიერე თავად ააშენეს.
საპირისპიროდ, პარაზიტირად SEO ეკრდნობა ისეთ სანდო პლატფორმებს, როგორიცაა Medium, LinkedIn და Reddit, რათა უფრო მაღალ პოზიციებზე მოხდეს რეალური ძალისხმევის გარეშე. და Google ყოველთვის ვერ არჩევს კარგ და ცუდ კონტენტს ერთმანეთისგან. თავარი მხოლოდ რეიტინგია. ამიტომ კომპანიებმა დაიწყეს ამ პლატფორმებზე მაქსიმალურად ბევრი კონტენტის ატვირთვა. და თუ ფიქრობთ, რომ ეს მწერლებისთვის დიდ ანაზღაურებას ნიშნავდა, შეცდებით, რადგან სწორედ აქ იყო ერთ-ერთი პირველი ადგილი, სადაც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულმა ტექსტებმა ფეხი მოიკიდა. დიდმა კორპორაციებმა დაიწყეს საიტების სპამა, სტანდარტული ტექსტებით, რომლებიც წუთებში შეიძლებოდა გენერირებულიყო. მას არ ჭირდებოდა კარგი ხარისხი, მას არ ჭირდებოდა ორიგინალურობა. უბრალოდ საჭირო იყო სწორ ადგილას გამოქვეყნებულიყო. ბოტები რამდენიმე მიმართულებით იმარჯვებდნენ. ვებგვერდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა დღეს არის ის, რასაც საძიებო ძარცვა ეწოდება. ბოტების ქსელები მიზანში იღებენ ვადაგასულ დომენუს სახელებს, რომლებიც მათთვის მაღალი ღირებულებისა და ავტორიტეტის მქონე დიდღება ითვლება. ისინი მართვის სადავეებს იღებენ ხელში და ავსებენ მას მაქსიმალურად ბევრი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სტატიით, რაც საიტს რეიტინგებში მაღლა აღყავს. ეს დომენები ხშირად შენდება მყიდველის მთავარი კონკურენტის გარშემო, მათი სახელის მცირე ვარიაციებით და შემდეგ ივსება კონკურენტის სასარგებლო კონტენტით. შეიძლება ეს ეთიკურად არ ჟღერდეს და ბევრს აინტერესებს, საერთოდ კანონიერია თუ არა, მაგრამ ეს მუშაობს და ჩვენ გვაქვს მტკიცებულება იმ კაცისგან, ვინც ეს ყველაზე კარგად გააკეთა. 2023 წელს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო, მაგრამ SEO-ს ექსპერტები ერთ-ერთი პირველი იყვნენ, ვინც ეს აითვისა. ერთ-ერთი მათგანი ჯეიკ უარდი დაინტერესდა რამდენად შორს შეეძლო მისი გამოყენება. შედეგები შთამბეჭდავი იყო. მან ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა კონკურენტის საიტის რუკის გასატანად და შემდეგ მათი თითოეული URL ცალკე სტატიის სათაურად გადააქცია. მან ხელოვნური ინტელექტი საქმეში ჩაგდო. თითოეული ამ სათაურის მიხედვით 1800 სტატია შექმნა და შემდეგ ისინი ატვირთა. ეს ძველი ტაქტიკაა და ადრე ბევრი ხელით მონაცემთა ამოღება სჭირდებოდა, მაგრამ ახლა ეს მყისიერად ხდება და უფრო წარმატებულია ვიდრე ოდესმე. საზოგადოებამ ამ დომენის მოტაცების შესახებ კონკურენტის სარჩელიდან არ გაიგო. მათ ამის შესახებ Word-ისგან გაიგეს, რადგან მან ამით X-ზე ამაყად დაიქვეხნა. მან სხვა მომხმარებლებსაც კი მისცა ინსტრუქცია თუ როგორ გამოიყენონ ცარიელი დომენები და აქციონ ისინი აქტივად. 18 თვის განმავლობაში Word-მა კონკურენტს ორგანული ძიებიდან მიღებული 3.600.000 ვიზიტი წარმატებით წაართვა. ერთ თვეში პიკზე 490.000 ვიზიტით. მან აჩვენა თუ როგორ შეიძლება პროცესის უმეტესობის ავტომატიზაცია, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევდა მოქმედება მაშინვე დაეწვოთ, როცა შესაძლებლობა იყო. ბევრი კომპანიისთვის შესაძლებლობები ყველგანაა. თავარი ტაქტიკა ამ შემთხვევაში არის დაბალი ხარისხის უმოქმედო გვერდების მიზანში ამოღება, რომლებიც მცირე ტრაფიკს იღებენ და ცნობილია როგორც ზომბი გვერდები. როდესაც ისინი ვადაგასულია, მათ ყიდულობენ და იყენებენ იმისთვის, რომ ტრაფიკი მშობელი კომპანიიდან პირდაპირ კონკურენტთან გადამისამართდეს. ამ პროცესის მართვასაც კი არ სჭირდება ადამიანი. ბოტების ქსელებს აძლევენ ინსტრუქციას, რომ დააკვირდნენ თავისუფალ დომენებს, სწრაფად შეიძინონ ისინი და დაიწყონ კონტენტის გამოქვეყნება, სანამ დირექტორი ჯერ კიდევ დილის ყავას სვამს. უფრო და უფრო მეტი ვებგვერდი აღმოჩნდება, ხელში ჩაგდებული ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტით, რის გამოც ბევრს უჩნდება კითხვა: საერთოდ ვინმე დარჩა აქ? თითქოს მარტივი პრობლემაა მოსაგვარებლად. უმეტესობა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტისა ბრემდე სავსეა შეცდომებით და მისი ამოცნობა საკმაოდ მარტივია. ამის მიუხედავად Google-ს არ გაუკეთებია არაფერი ისეთი მასშტაბური, როგორიც იყო 2024 წლის მარტის წმენდა, რომ გამოესწორებინა მიყენებული ზიანი. ეს არც რესურსების ნაკლებობის ბრალია. სისტემა შეიძლება ზუსტად ისე მუშაობდეს, როგორც იყო განზრახული. Google-ს თავისი საქმე არ ეშლება. ის გაბამთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტის მარყუშში და ეს ყველაფერი ერთი კონკრეტული მიზეზის გამო გამოხდება. წარსულში თქვენ საძიებო სისტემაში სიტყვას ან კითხვას აკრებდით და მაშინვე იღებდით მით ბულების სიას, საიდანაც არჩევას შეძლებდით. ალგორითმი ამ ბულებს აწვობდა ისე, რომ პირველი იყო ის, რაც ყველაზე სასარგებლოდ მიაჩნდა. ეს იყო მარტივი, პრაქტიკული და მომხმარებელს აძლევდა არჩევანის საშუალებას, სანამ სწორო არიანს არ იპოვიდა. ასე დაიწყო Google-მა. მაგრამ ერთი პრობლემა არსებობს. ეს სასარგებლოა, მაგრამ მონგებიანი არ არის. Google ის მოგრძალებული საძიებო სისტემის სტარტაპი აღარ არის, როგორიც თავიდან იყო. ეხლა ეს გიგანტური კომპანია, რომელსაც ერთი პრიორიტეტი აქვს: ფულის შოვნა. დიდი დრო არ გასულა, რომ Google-ის საძიებო სისტემაში რეკლამები გამოჩნდა, რის გამოც მომხმარებლებს ყურადღებით უნდა დაეთვალიერბინათ, რომ დარწმუნებულიყვნენ, ზედა შედეგი, რომელზეც დააწკაპუნებდნენ, ორგანული ძიების შედეგი იყო თუ რეკლამირებული შედეგი. ახლა კი შეიძლება ეს დააწკაპუნებები საერთოდაც უსარგებლო იყოს. ეხლა შეიძლება იფიქროთ, რომ საძიებო სისტემის მთავარი ამოცანაა სწორ ადგილას მიგიყვანოთ. მაგრამ რა მოხდება თუ ეს სწორი ადგილი საერთოდაც არ ტოვებს საძიებო სისტემას? ნულოვანი დაწყაპუნების შედეგი გახდა საძიებო სისტემებისთვის იდეალი, რადგან ის მათ მიაწვდის ტრაფიკს და სხვას არა. ეს მაშინ ხდება, როდესაც მომხმარებელი იღებს ყველა იმ ინფორმაციას, რასაც ეძებდა იმ პირველივე გვერდზე, რომელზეც მოხდა. სხვა ბულებზე დაწყაპუნების საჭიროება აღარ არის. ეს წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა.
პირველად ეს მოხდა გაფართოებული ფრაგმენტებით, რომლებიც თითოეული ვებგვერდის ბულიდან მოკლე ტექსტურ აღწერას აჩვენებს. შემდეგ კი ცოდნის პანელით, რომელიც ვიზუალურ ტექსტსა და ანალიზს გვთავაზობს გარკვეულ თემებზე, რომლებიც ძიების ინტერფეისიდან არის ამოღებული, ხშირად ისეთი საიტების პარტნიორობით, როგორიცაა ვიკიპედია. ეს როგორც წესი ინფორმაციული იყო და ტრაფიკს Google-ზე ინარჩუნებდა. შემდეგ კი ხელოვნურმა ინტელექტმა ყველაფერი შეცვალა. ეხლა პირველი რაც ხედავთ, საერთოდ აღარ არის თქვენი საძიებო შედეგი. ეს არის Google-ის ხელოვნური ინტელექტის შეჯამება, რომელიც სხვადასხვა წამყვანი წყაროდან იღებს ინფორმაციას და ქმნის ერთ ან ორ აბზაცს ტექსტით, მულებითა და მონაცემებით. ეს თითქოს სასარგებლო ჯრეს, მაგრამ ერთი დიდი კითხვა არსებობს. საიდან მოდის ეს ინფორმაცია და შეიძლება თუ არა მასზე ნდობა? ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც Spark Forum ჩაატარა, Google-ის საძიებო ტრაფიკის 58.9% ახლა უკვე დაცკაპუნების გარეშე სრულდება. ხალხი იღებს ყველა საჭირო ინფორმაციას იმ პირველი ვებგვერდიდან, ისე რომ მულზე არც კი დააჯერს. მასწავლებლების ანეკდოტური მოხსენებები გვიყვება Gen Z-სა და Gen Alpha სტუდენტებზე, რომლებიც Google-ზე გაიზარდნენ და საწყის გვერდს იყენებენ როგორც უნივერსალურ კითხვა-პასუხის საშუალებას. ისინი არიციან, როგორ მოძებნონ ვებგვერდები დამოუკიდებლად. და ეს შეიძლება ზუსტად ის იყოს, რაც Google-ს სურს, რომ გახდეს ის გვერდი, სადაც ადამიანები მიდიან არა მხოლოდ ძიებებისთვის, არამედ ყველაფრისთვის. მაგრამ ხალხი ამას ამჩნევს და უჩვეულო თავშესაფარს პოულობს. Google-ში ცვლილებების მთავარი სარგებლის მიმღებები AI-ით გენერირებული საიტები და თავად Google აღმოჩნდნენ. მაგრამ ერთი დიდი გამონაკლისი არსებობს, Reddit. ეს საიტი ყოველთვის უჩვეულო იყო, სოციალური მედიის ბუმისგან განსხვავებით, მხოლოდ მთავარი გვერდი იმართება ალგორითმებით. ის ძირითადად ტექსტზეა დაფუძნებული და არა ვიდეოზე. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მხოლოდ რამდენიმე შეჯამებით შემოიფარგლება და ამან მოულოდნელი აფეთქება გამოიწვია. Reddit-მა ნახა, რომ მისი ორგანული Google-ის ტრაფიკი რიცხობრივად უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე სხვა ნებისმიერ საიტზე და ახლობით 132 მილიონიდან 500 მილიონზე მეტი გახდა მხოლოდ ერთ წელიწადში. ამის მიზეზი მარტივია. Reddit ერთ-ერთი იმ იშვიათი ადგილია ინტერნეტში, სადაც ხალხი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ სხვა ადამიანებთან საუბრობს. გამოქვეყნების სიმარტივისა და ზოგადი ანონიმურობის კომბინაცია იმას ნიშნავს, რომ ადამიანები უფრო მეტად მზად არიან იქ ღიად დაწერონ. Google-მა სწრაფად დაინახა, რომ Reddit-ი ორგანული კონტენტის ოქროს საბადო ხდებოდა და დიდხანს არ დაუცდია, რომ შეთანხმება დაედო. 2024 წლის თებერვალში Google-მა Reddit-ის მონაცემებისთვის 60 მილიონი დოლარი შესთავაზა. ეს Google-ს აძლევს საშუალებას Reddit-ის პოსტები გამოიყენოს თავისი ხელოვნური ინტელექტის მოდელების გასაწვრთნელად და გავლენა მოახდინოს საძიებო შედეგებზეც. ეს ალბათ საკმაოდ ძვირი დაუჯდა Google-ს, რაც აჩვენებს, რამდენად ფასეული გახდა Reddit-ი. იმავე წელს Reddit-მა პირველად გამოაცხადა კვარტალური მოგება, როგორც საჯარო კომპანიამ, რაც ძირითადად საძიებო ტრაფიკის ზრდამ განაპირობა. მაგრამ ეს შეიძლება ორლესული მახვილი აღმოჩნდეს. Reddit-ის მომხმარებლები ამჩნევენ უჩვეულო მატებას, განმეორებადი ისტორიებისა, რომლებიც ყველა ერთსა და იმავე კონფლიქტებს ეხება და მსგავსი ტერის სტილით გამოირჩევა. მომხმარებლები სწრაფად ამხელენ იმას, რასაც ეჭობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ისტორიებია და შემდეგ პოსტებს დაბალ შეფასებას აძლევენ. მაგრამ აშკარაა, რომ ეს შეიძლება რთული ბრძოლა იყოს. Reddit-ის მონაცემები ახლა ფასეულია, რაც ნიშნავს, რომ იგივე ბოტების ქსელები, რომლებმაც ის მოსახერხებელ საძიებო ადგილად აქციეს, ეხლა მას ექსპლუატაციის მოსახერხებელ ადგილადაც მიიჩნევენ. Google ფიქრობს, რომ Reddit-ის მონაცემების გამოყენებით შეძლებს თავისი პრობლემების გადაჭრას, მაგრამ ინტერნეტი შეიძლება ამისთვის უკვე ზედმეტად დაზიანებული იყოს. მომხმარებლებს უნდათ ეს თუ არა, მხოლოდ Google-ზეც კი. ბოლო დროს უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ საძიებო სისტემაში კი არა, ელფოსტის სერვერებშიც არის. მომხმარებლები იღებენ ხელოვნური ინტელექტის მიერ მომზადებულ მოკლე შინაარსებს თავიანთი ელფოსტებისთვის და წერილის წერისას სისტემაც კი სთავაზობს მათ სავარაუდო შემდეგ წინადადებებს. ბევრმა იცვლა, რომ ამ ფუნქციების გამორთვის შესაძლებლობა ძნელად საპალმია და გამოსაყენებელი, რაც შეიძლება ბევრად უფრო დიდ პრობლემას ითვევდეს. ხელოვნური ინტელექტის სკეპტიკოსები დიდი ხანია აფრთხილებენ პოტენციური კრიზისის შესახებ, რომელსაც მოდელის კოლაფსი ეწოდება. ეს არის მოვლენა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სასწავლო მოდელებში შეინიშნება, სადაც მანქანური სწავლება საბოლოოდ საკუთარ თავზე იწყებს სწავლას. იმის გამო, რომ ის ამუშავებს ძალიან ბევრ მონაცემს, ის შთანთქავს დიდი რაოდენობით არადახარისხებულ სინთეზურ ინფორმაციას. ეს შეცდომიანი მონაცემები შემდეგ ხვდება საძიებო შედეგებში და შეცდომების სისტემაში იწყებს დაგროვებას. ადრეულ მოდელის კოლაფსში უმცირესობის მონაცემები, რომლებიც არ ემთხვევა უმრავლესობას, იბას იფილტრება და კონკრეტული ინფორმაციის მიღება უფრო რთული ხდება. ეს არის დასაწყისი დასასრულისა. მოდელის კოლაფსის გვიან ეტაპზე ხდება ის, რომ დიდი ენის მოდელი კარგავს თავის სარგებლიანობას. ის იწყებს შეცდომიანი ინფორმაციის გამეორებას. მისი გასწორება უფრო რთული ხდება და მისი მუშაობა თანდათანობით უარესდება. ზოგიერთი მკვლევარი ამას ადარებს inbreeding-ს, როდესაც გენეტიკური დეფექტი ისევ და ისევ გადადის თაობიდან თაობაში, რის შედეგადაც თვისება უფრო გამოკვეთილი და ხშირად მავნე ხდება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტი იწყებს საკუთარი ყველაზე ცუდი მონაცემებით კვებას. ნელ-ნელა იშლება და Google შეიძლება ამ პროცესის საწყისი წერტილი იყოს. Google მხოლოდ ყველაზე დიდი საძიებო სისტემა არ არის მსოფლიოში. მისი ერთადერთი ახლო კონკურენტი თავად Google-ია.
თავად Google-ს აქვს გლობალური საძიებო სისტემის ტრაფიკის დაახლოებით 90%. მისი ერთადერთი რეალური კონკურენტი მოთხოვნების რაოდენობით არის YouTube, რომელიც ასევე Google-ს ეკუთვნის. Amazon და Yahoo ჯამური ტრაფიკის 1%-ზე მეცფლობენ. იმდენად დიდი რაოდენობის მოთხოვნებს ამუშავებს Google ყოველდღიურად, რომ მონაცემების ასეთი მასშტაბით ვერავინ კონკურენციას ვერ უწევს. და ეს მონაცემები სულ უფრო მეტად შედგება ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტისგან. შეცდომები, რომლებმაც 2024 წელს უცნაური წებოსა და ქვის პასუხები გამოიწვია, ჯერ კიდევ არ გამოსწორებულა. ისინი მხოლოდ უარესდება. და ეს შეიძლება გვიახლოვებდეს შემაშფოთებელ სინგულარობას. როდესაც ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტი ჩნდება, ადამიანის მიერ შექმნილი კონტენტისთვის გავლენის მოხდენა სულ უფრო რთული ხდება. ნამდვილი საიტები კიდევ უფრო ქვემოთ იწევიან გვერდზე. ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტი უფრო თვალსაჩინო ხდება და შეცდომები ძლიერდება, სანამ მთავარი საძიებო სისტემის შედეგები მთლიანად სინთეზურ კონტენტად არ იქცევა, რომელიც თავის პოპულარიზაციას ემსახურება. ხელოვნური ინტელექტი სწავლობს სხვა ხელოვნურ ინტელექტზე და ხალხი აღარ იღებს Google-დან იმას, რაც სურს. ისინი იღებენ იმას, რასაც Google-ს უნდა რომ მიიღონ. ამ შემთხვევაში რა ბედი ეწევა მთელ ადამიანურ ცოდნას? ევროპული სამართალდამცავი ორგანო ევროპოლმა განგაში ატეხა და ეს უფრო ბოლო გაფრთხილებაა ვიდრე ადრეული სიგნალი. ისინი ამბობენ, რომ 2026 წლის ბოლოსთვის ონლაინ კონტენტის დაახლოებით 90% შეიძლება ხელოვნური ინტელექტის მიერ იყოს შექმნილი. ეს შეიძლება პანიკურად და აბსურდულად მოგეჩვენოთ, მაგრამ თითქმის ყველა სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტის უზარმაზარი ნაკადია, რომელიც ხშირად განზრახაა დაპირისპირებისა და კამათის გასაჩაღებლად. და ინტერნეტში არსებულ მილიონობით მოჩვენებით ვებგვერდზე ხელოვნური ინტელექტის მიერ სტატიები ყოველდღიურად იქნება, ისე რომ არავის წაკითხვის განზრახვა არ არსებობს. მათზე პირდაპირ უყურადღება არ სჭირდებათ, რადგან Google უკვე აკვირდება. სწორედ ამიტომ ზოგი ადამიანი უკვე იწყებს წინასწარ ფიქრს. მცირე ჯგუფი ერთგული ონლაინ ვეტერანებისა იწყებს გადასვლას ახალ ვებგვერდებზე, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს თავს არიდებენ, თუმცა შედეგები სხვადასხვაგვარია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახალი საძიებო სისტემები გამოჩნდა, რომელთაგან ყველაზე გამორჩეულია კაგი და მარჯინელგა. ორივე ამაყობს იმით, რომ მხოლოდ ადამიანის მიერ შექმნილ შედეგებზე ორიენტირებული საძიებო სისტემებია, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ არაკომერციულ კონტენტს და ორგანულ ძიებებს, დამატებით სურვილის შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტის ალგორითმით. ანალოგიურად ვიდეო თამაშების სამყაროში გაჩნდა მცირე, მაგრამ ერთგული ფანების ბაზა რეტრო კონსოლებისთვის, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ითამაშონ ძველი თამაშები, რომლებზეც შეიძლება გაიზარდნენ. უმეტესობისთვის ისინი გზაჯვარედინზე დგანან. ინტერნეტისთვის ორი შესაძლო გზა არსებობს. ერთი ბევრად რთულია მეორეზე. ერთ მხარეს არის ადამიანების მიერ ადამიანების თებისთვის შექმნილი ინტერნეტი, რომელსაც ცნობიერი ადამიანური რეალობა მართავს. მაგრამ ამ გზაზე ბევრი სირთულეა. პირველ რიგში, ახალი ვებგვერდების შესაქმნელად დიზაინერები იქნება საჭირო, ხოლო ახალი საიტების დიზაინი იაფი არღის. ამიტომ ამ ინიციატივების უმეტესობას ან შემოწირულობებზე მოუწევთ დატვირთნობა, ან ადამიანებისთვის სააბონენტო გადასახადის გადახდის თხოვნა, რაც ყოველთვის მარტივი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ალტერნატიული ვარიანტი უფასოა. არსებობს ძველი გამონათქვამი: თუ რაღაც უფასოა, მაშინ შენ ხარ პროდუქტი. და ეს არასდროს ყოფილა უფრო მართალი, ვიდრე Google-ის შემთხვევაში. ისინი ახალი ინტერნეტის ცენტრად იქცევიან, რომელიც სულ უფრო მეტად ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირდება და ფორმირდება ალგორითმებით, რომლებიც თქვენს მონაცემებზეა აგებული. და როცა Google უფრო ღრმად იდგამს ფესვებს სხვადასხვა ვებგვერდში და ავრცელებს თავის Gemini ხელოვნურ ინტელექტს მთელ ეკოსისტემაში, მისი გავლენის თავიდან აცილება სულ უფრო რთული ხდება. თუ მომხმარებლები არ დაიწყებენ კითხვის დასმას იმაზე, რას აჩვენებენ მათ, არ გაერიდებიან ამას და არ დაიწყებენ რაიმე ახლის შექმნას. Google ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც ხელოვნური ინტელექტი შეიძლება ჩიხში აღმოჩნდეს. გაიგეთ, როგორ ატყდება Google-ის ყველაზე დიდი კონკურენტი დროის ბომბს, Microsoft-თან მასშტაბური განხეთქილების ფონზე, რაც OpenAI-სა და ChatGPT-ს გაკოტრებას გამოიწვევს. ან უყურეთ ამ ვიდეოს მის ნაცვლად.